მოგესალმებით ძვირფასწველი მაყურებელო და რადიო მსმენელებო. ეს Georgian Times-ია და ჩვენ ვიწყებთ ახალ გადაცემათა ციკლს საუბრები სულიერებაზე და ფსიქოლოგიაზე. ჩემი თანაწამყვანი მუდმივად იქნება მერაბ ონიანი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოთერაპევტი, თეოლოგი. მოგესალმები მერაბ. მადლობა იმისთვის, რომ ეს გადაცემა დავიწყეთ. მოდი ჯერ რა თქმა უნდა უმთავრესით დავიწყოთ. ადამიანში სამი უმთავრესი სუბსტანცია არის განთავსებული, ეს არის სულიერი, სამშვილელი და სხეული. დიახ. შენი აზრით, რამდენად დიდ დროს უთმობს ადამიანი თავის სულს, რომელიც არის მარადიული? კითხვა საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ როცა საუბრობთ ადამიანზე, ალბათ საინტერესოა გავარკვიოთ, ვის გულისხმობთ. ადამიანები ერთმანეთსაგან განსხვავდებიან, მოგეხსენება და პრიორიტეტებიც განსხვავებული აქვს. ზოგი შეიძლება უფრო მატერიალურ თემებზე იყოს ორიენტირებული, ზოგი უფრო თქვათ სულიერი ადამიანი იყოს. ასე რომ გააჩნია არა მე უფრო ვიგულისხმე საშუალო სტატისტიკური ადამიანი რა. აუშვეთ 7 მილიარდია თუ 7 მილიარდი ნახევარი კაცობრიობა ეს დედამიწაზე ცხოვრობს და ამ 7 მილიარდი ნახევრიდან ადამიანს უფრო მეტად რაზე ფიქრობს? სხეულზე უფრო მეც ფიქრობს, სამშვილელზე უფრო მეც ფიქრობს თუ სულზე უფრო მეც ფიქრობს და შესაბამისად მოქმედებს უფრო მეტად სულისთვის, სამშვილელისთვის თუ სხეულისთვის. კი ბატონო, ალბათ როგორ ჩამონათვალიც გააკეთებ, მასე არის განვითარებული ყველაფერი. სულზე ფიქრი არის ალბათ უმაღლესი მდგომარეობა, ძალიან მაღალი სულიერი თუ ინტელექტუალური პოტენციალის შემთხვევაში ფიქრობს ადამიანი ამაზე, ძირითადად სამშვილელი, ანუ ემოციური ნაწილი სულისა ხშირად უფრო პრიორიტეტულია, იმიტომ რომ მოგეხსენება რომ ახლა გრძნობები ძალიან დიდად მოქმედებს ადამიანზე და ემოციები. ამიტომ ეს შეიძლება იყოს პრიორიტეტული და სხეულებრივი მდგომარეობა. ისე რეალურად რო ვთქვათ, საკითხი ასე დგას, თუ სულიერი თვალსაზრისით ადამიანს მოწესრიგებული არ აქვს თავისი პიროვნება, ფსიქოემოციური თვალსაზრისით დალაგებული არ აქვს თავისი, ასე ვთქვათ, ემოციების მართვის თემატიკა, სხეული ამას ყველაფერს განიცდის და თითქოს აი ყველა პრობლემა თავს იყრის მერე სხეულში და მოგეხსენება არსებობს სომატური დაავადებები, რომელიც ფსიქოსომატიკას ვეძახით, გამოწვეულია სწორედ იმ დეზორიენტირებულობით, რაც წეგან მოგვახსენე, სადაც პრიორიტეტები სწორად არ არის განაწილებული. ცხადია, ყველაფერი მნიშვნელოვანია, თანაბრად მნიშვნელოვანია სხეულის, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობაზე ფიქრი, ასევე უნდა იფიქროს ადამიანმა იმაზე, რომ ემოციებიც ჰქონდეს ჯანსაღი, ჰარმონიზირებული იყოს საკუთარ თავთან, გაწონასწორებული და დაბალანსირებული და ცხადია, რომ უნდა ფიქრობდეს სულიერებაზე, სულზე, როგორც ყველაზე უმაღლეს, ასე ვთქვათ, ასპექტზე ადამიანის პიროვნებისა. აი, ჩვენ შევეხეთ საკითხს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? როგორ არის სული სხეულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის თვალსაზრისით? ფსიქოსომატიკას შეეხეთ. კი ბატონო. დღეს ფაქტიურად საზოგადოების დიდი ნაწილი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე ფსიქიურად შეიძლება ითქვას არაგაწონასწორებულ მდგომარეობაში იმყოფება. და შემდეგ ეს ყველაფერი სხეულებრივ ავადმყოფობებში გამოვლინდება. დიახ. როგორ შეიძლება რომ ადამიანმა ამ ყველაფერს მოუძებნოს გასაღები და დაიცვას ბალანსი სასულიერსა და სხეულს შორის, აი რა მიმართულებით უნდა იმოძრაოს ადამიანო?
ისეთი ძალიან საინტერესო კითხვებია და საკმაოდ რთულად ალბათ პასუხ გასაცემ, იმიტომ რომ ბევრ რამეს მოიცავს ერთ ბაშად. აი მე ხა მახსენდება რა თემა, იცი, რომ აი თქვათ ადამიანი არის თქვათ მორწმუნე, მიაღწია მან იმ ღმერთის აღიარების მდგომარეობას თუ ვერა, რამდენად რეალურად და შინაგანად ხდება ეს, რამდენად ბუნებრივად იბადება ადამიანი ღვთისათვის, რომელსაც რაღაც გარკვეული გარემოებები უძღვის წინ, თუ რაღაცა ვალდებულებითი პრინციპი აქვს და ამის გამო თქვათ უნდა იყოს ამ წიაღში მიჩნეულია ტრადიციულად და არის ამიტო და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ ყველაფერს, რამდენად ყველაფერი ხდება ბუნებრივად, არა ძალდატანებით, რამდენად არის ადამიანის აღმოჩენა ღმერთი მის ცხოვრებაში, რომელსაც უშუალოდ თვითონ ახორციელებს. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთს არ აყავს შვილიშვილები, მას მხოლოდ შვილები ყავს, ასე რომ ამ თვალსაზრისით ჩვენ ყველა თანაბარ პოზიციაში ვართ და აქ იგულისხმება ის, რომ მე თვითონ უნდა დავიბადო, ასე ვთქვათ, ღვთის სამყაროში, ეს ჩემი მოვლენა უნდა მოხდეს, ნაბიჯები, რომელსაც მე გადავდგავ და არა დავუშვათ ვიღაცის ხათრით ან რაღაცა შეგონებით, იმიტომ რომ ეს არ მუშაობს. ამიტომ ეს აი ნამდვილი და უტყუარი დაბადება ადამიანის უშუალოდ მისი საღვთო განგებულებიდან გამომდინარე ცხადია, მისი ცხოვრებისეული სიტუაციებიდან, იმ გამოცდილებიდან, რომელიც მას აქვს, იმ თუნდაც განსაცდელებიდან, რომლის გადალახვა და დაძლევა უწევს, სადაც აღმოაჩენს გარკვეულ კანონზომიერებას, მიზეზშედეგობრიობას, რომ ქმედებები ხშირად თუ არ არის ჯანსაღი უარყოფითად აისახება ადამიანზე, ხო ასეა, და უწევს პასუხისგება იმის გამო, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს და ძალიან ბევრი ფაქტორები არსებობს, რომელიც აფიქრებს ადამიანს უფრო ღრმად და უფრო სერიოზულად, რომ რა ხდება ამ სამყაროში. არსებობს რაღაცა კანონები, წესები, რომელიც რაღაცნაირად იმართება და მნიშვნელოვანია თუ არა მისთვის, რომ გაუწიოს ანგარიში ამ კანონზომიერებს და წესებს. ხა მოგეხსენება, რომ არა მხოლოდ გრავიტაციული მიზიდულობის კანონი არის დედამიწაზე, თქვათ, რაც ფიზიკური სხეულების მიზიდულობას უკავშირდება, რომ ძალიან ბევრი ღვთაებრივი წესებია და კანონებია, როგორც არის თქვათ მცნებები, ხო, ის ნეტარებები, რომელიც ბალმა იქადაგა და ანუ ბევრი რამ, რაც მიმართულებას აძლევს ადამიანს ამ ცხოვრებაში და ეს თუ ბუნებრივად ხდება, იქ ყველაფერი ნამდვილია. იქ არაფერი არ არის ყალბი და არ არის ფორმალური და ასეთ შემთხვევაში ალბათ ამ გადმოსახედიდან უნდა შევხედოთ იმ მოვლენებს, რომელიც შენ დააყენე წეგან საუბრისას, რომ აი რა და როგორ ხდება. თუ მე თქვათ ადამიანი არ ღვევს ამ ასე ვთქვათ თავის შინაგან კონსტიტუციას, იმ სინდისის კანონს თუნდაც, რომელიც მასში ყველა ადამიანში ჩადო ღმერთმა, ხო? ეს ასეა, ხო? ყველაში არის სინდისის ხმა, რომელიც წარმოადგენს ღმერთს ჩვენში. მე აი თუ რაღაცა ამასთან წესრიგში ვერ მოდის, ვერ მოყავს თავის, ცხადია, ძალიან ბევრი დარღვევებია. მე მაქვს ესეთი ნაშრომი ადამიანის სოდვის დაცემა, რომელიც სასულიერო აკადემიის დამთავრებისას სადიპლომო შრომა იყო ჩემი, სადაც შევეხე იმ საკითხებს, თუ როგორ არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან აი ცდომილებაში ადამიანის წასვლა, ანუ დარღვევა რაღაც წესების და კანონების, იმ უმთავრესი პოსტულატების, რაც თუნდაც ღირებულებითი კანონებია და როგორ აისახება ეს ადამიანზე არა მხოლოდ მის სულზე, ასევე ემოციურ ნაწილზე, სამშვენველზე და ამავე დროს სხეულზე. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის ძალიან ბმაში. აი, საინტერესო თემას ვეხებით და იქნება მივყვეთ ეტაპობრივად. აი, როგორ ხდება ადამიანი, რომ მიუხედავად თავის სულიერი მდგომარეობისა, უცებ ვარდება მაღალი საფეხურიდან, სულიერი მაღალი საფეხურიდან და აღმოჩნდება ხოლმე უფსკროლში და დაეცემა ადამიანი. აი, რისი ბრალია? ალბათ მანდაც შეიძლება არ იყოს ესეთი ფორმულა საზოგადო
აი ესეთი მსგავსი კითხვა არის ფართო, ზოგადია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის აი რაღაც კონკრეტულ თემებზე საუბარი, კონკრეტულ кейსებზე და იქ კარგად ჩანს ყველგან განსხვავებული მიზეზი შეიძლება იყოს განსხვავებული. ამიტომ რაღაც ესეთი ფორმულა რო თქვა საკმაოდ რთული არის და უფრო გავამარტივოთ ჩვენი საქმე ამ კონკრეტიკაზე გადასვლით. ადამიანს აქვს ხოლმე დამოკიდებულებები, ხო? კი. ხშირად დავუშვათ ახსარებას რო ამბობს ადამიანი, იმ ახსარებაში ამბობს ერთი და იგივე ცოდვას. დიახ, კი ბატონო. ეს რას ნიშნავს? დამოკიდებულებას არ ნიშნავს? თუ ერთი და იგივე ცოდვას ჩადის ადამიანი, ხო, ის ფაქტიურად იმ ცოდვაზე დამოკიდებული ხდება, ხო? დიახ, კი ბატონო. და ის დამოკიდებულება მას როგორც ბორკილით კრავს. კი. და სულიერ სამყაროს აშორებს. კი, და აწუხებს საკმაოდ. ხო და ეს დამოკიდებულება საიდან წარმოიშვება? ბევრი დამოკიდებულებაა, ხო, ადამიანი რაღაცა მრუშობს, ან მეძავია, ან ჩხუბობს მუდმივად, ან ცემს ვიღაცას, ან იტყუება მუდმივად, ან ნარკოტიკებით არის დაკავებული. რავია, უამრავია დამოკიდებულება, ხო რა, მანკიერი? კი ბატონო, მიმართულება. ახსარება რა არის, მანკიერება აღმოფხრა. კი. მაგრამ რომ მიდიხარ ეკლესიაში და ერთი და იგივე ცოდვაზე რო ლაპარაკობ, ხო, ამას რა ეშველე? ძალიან საინტერესო კითხვაა, ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, რომ სერიოზულ თემას მივადექით. ფაქტურად შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დონეზე ჩვენ ვართ კრიზისში. მე არ მიყვარს ასეთი რაღაცა უარყოფითი რაღაცებზე ხაზის გასმა, მაგრამ რეალობაა, ხო? რასაც ამბობ, რომ თუ მაგალითად ახსარებაში უწევს ერთი და იგივეს ლაპარაკი, კრიზისია, ხო? ესე იგი ადამიანი ვერ ახერხებს იმას, რომ ძლიოს თავის თავში რაღაცა. მანქანა რო ჩავარდება ხოლმე ტალახში და რო ვერ ამოდის ბუქსაობს და ახლობთ ეკრიებო. კი, მანქანამ შეიძლება იბუქსაოს და ადამიანს მეტი შესაძლებლობები აქვს ალბათ თავის თავი რო გადაერჩინოს და სწორედ ასეთი ადამიანებისთვის, ანუ ჩვენთვის არის მოსული მაცხოვარი თავის დროზე და ის თავისი არსებობით და თავისი მოსვლით დღესაც გვინათებს გზას სულიერი მადლით, რომელიც შეიძლება ჩვენში შემოვიდეს და კარი გაუღოთ მას ჩვენს გულში. როდესაც ადამიანი ვერ ერევა რაღაც გარკვეული სახის პრობლემატიკას, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რაზეა საუბარი. შენახსენე ეს სიტყვა დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულებები, მიჯაჭვულობები რაღაცაზე, ამ შემთხვევაში ცოდვაზე, თუ გარკვეული სახის პრობლემებზე, ხო, ნარკოტიკია, ქიმიური პრეპარატებია და უშუალოდ არის ალკოჰოლი და ასე შემდეგ, შეიძლება იყოს თამაშზე დამოკიდებული არა, აზარტული იყოს პიროვნება და ძალიან ბევრი რამ არის. მე ვფიქრობ, რომ მანდ კარგად არ არის თუ ეკლესიური ადამიანი, თუ ეკლესიურია. მაშინ შეიძლება იმდენად ღრმად არ არის გაცნობიერებული ბევრი რამე მასში და პრიორიტეტები კარგად არ აქვს ძალაგებული და განაწილებული. ეს ერთი. მეორე, შეიძლება ძალიან კარგად ერკვეოდეს რაღაცეებში, მაგრამ არ კონდეს თავად იმხელა мотиваცია, რომ თქვათ წინაღუდგეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ხო ასეა. ხა ჩვენ გვახსოვს ისტორიიდან ეპოქები, საეკლესიო ისტორიიდან, როდესაც იმდენად ძლიერი იყო ნოსტალგია ქრისტეს მონატრება, თქვათ, დასაწყის ეტაპებზე, პირველ საუკუნეებში, სადღაც მე-4 საუკუნემდე, რომ ამან დაბადა ბერძნულობის ინსტიტუტი და ხალხი საერთოდ გადიოდა, განმხოლოვდებოდა, ამ სოფელს ტოვებდა ღმერთის ძიებაში, მის მონატრებაში და სიყვარულში. ისეთი დიდი მოთხოვნილება ჰქონდა ადამიანს ღმერთთან მიახლების. ხა რასაც ჩვენ შეიძლება დღევანდელ დღეზე ვერ ვიტყვით, რომ ესე მასიურად რაღაცა მსგავსი რაღაც ხდება, მაგრამ ინდივიდუალურია რეალურად გადარჩენის საკითხები და ინდივიდუალურად ზოგი თქვათ უფრო მეტად წარემატება ამ საქმეში, ზოგი ნაკლებად, როგორც თავიდან გითხარი, ვიღაცა იბადება და ეხმარება თავის თავს, რომ დაიბადოს და იშვას ქრისტეში თავადაც
და ვიღაცა თქვა ნაკლებად აქცევს ამას ყურადღებას და ნელა მიიწევს წინ. მე არ მინდა რაღაცა ისეთი ვთქვა, რომ ყველას აქვს თავისი ალბათ დრო და თავისი ეტაპები განვითარებისა პიროვნული. ამიტომ შეიძლება ვაცალოთ ადამიანებს და მიაღწევენ ალბათ ისინი სასურველ შედეგს, ოღონდ შეიძლება დიდი ხანი მოუნდეს ზოგი ნაკლები დრო დაჭირდეს, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც უკავშირდება არა მარტო აი ამ სულიერ მოწადინებებს და ძლევას საკუთარი პრობლემატიკის თავისი ნებელობიდან გამომდინარე, არამედ ხშირად არის ფსიქოლოგიური შინაარსის პრობლემატიკა, ანუ წარმომავლობა იმ მოვლენებისა, რომელიც შენ დაასახელე, ბავშვობიდან იღებს ხშირად სათავეს, ეს უკავშირდება ბავშვობის ტრაუმებს, რომლის გარეშე არც ერთი ადამიანი არ ვართ და როგორც ფროიდი ამბობდა ამაში დამნაშავე არის მისი უდიდებულესობა მშობლები, დედა და მამა, რომ არ არსებობდნენ მშობლები, არ იარსებებდა ალბათ ფსიქოთერაპიის აუცილებლობა, იმიტომ რომ ნაკლებად იქნებოდნენ დაზიანებული ბავშვები და ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მე ცოდნას და განათლებას, რომელიც ჭირდება რომ მშობლებს კონდეთ, რომ არ დააზიანონ თავისი ბავშვები და რას გულისხმობ? აი რას გულისხმობ? როგორ აზიანებს მშობელი ბავშვს? როდესაც ბავშვი იბადება, ის არის სიყვარულისა და ასე ვთქვათ, საყოველთაო ემოციის ბედნიერების საგანი, ყველა ბედნიერია, ყველას უხარია მისი დაბადება და არსებობა და მოკლედ ეს კარგა ხანს გრძელდება ამ სიყვარულის გამოვლენა პატარას მიმართ. როდესაც ის იზრდება, მოგეხსენება ახლა პიროვნებად ჩამოყალიბება სჭირდება ძალიან ბევრი თვისებების და უნარების გამომუშავება, რომელიც ხდება დროთა განმავლობაში, სხვადასხვა ასაკში, სხვადასხვა პასუხისგებლობები უნდა აიღოს ბავშვმა, უნდა ააღებინოს მშობელმა და მიდის ასე ვთქვათ აღზრდის პროცესი. აი ამ აღზრდის პროცესში ჩვენ გვაქვს ხოლმე შეცდომები. შესაძლებელია მშობელი იყოს საკმაოდ მკაცრი ამა თუ იმ პრობლემის მიმართ, რომელსაც ბავშვი ავლენს და ეს იწვევს ტრაუმულ განცდებს ბავშვში. და ზიანდება მისი ფსიქიკა. თუ ჩვენ უხეშად მივმართავთ მას, ან ვეჭხუბებით, ან დაუყვირებთ, ხო, აი ძალიან გაოცებულია, როცა იყო სიყვარულის ობიექტი, მიღებული და უცებ აგრესიაც შესაძლებელი ყოფილა და ეს აგრესია აბსოლუტურად წაშლის ხოლმე ადამიანს, რა მის ასე ვთქვათ სულიერ სუბსტანციას, აი პირდაპირ ამას აქვს, აი პირდაპირ განადგურების. მაგრამ თუ რაღაცას აკეთებს ცუდს როგორ უნდა შეაჩერო? ხო, ყველას კარგად მოეხსენება, რომ აგრესიის გარდა სხვა მეთოდებიც. ხო, მაგრამ ხანდახან ადამიანის ნერვები არ ყოფილის და უცებ შეიძლება დაუყვიროს. როცა საუბარი არის თქვათ 1 წლის ბავშვს, საუბარია წლინახევრის, 2 წლის. არა, უფრო დიდია ლაპარაკი. აი ეს ტრავმირება ხდება სწორედ 5 წლამდე ასაკში, საქმეც მაგაშია, შეიძლება მაგალითად ახალშობილია დაუშვათ და დედას ზუზუზე ყავს და ბავშვი თქვათ ნებისმიერ დროს ითხოვს ამას, იგივე შუაღამისას დაუშვათ, როცა დედას ძილიც არ აქვს ნორმალური, აქედან გამომდინარე ისედაც ასე ვთქვათ თავისი პრობლემები აქვს, ახალი გაჩენილი რო ყავს ბავშვი, ხო ასია თავისი ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და უშუალოდ გადატვირთვა, გადაღლები, ამას ემატება უძილო ღამეები, იმიტომ რომ ბავშვი ითხოვს და ხა იმას უარს ვერ ეტყვი და შეიძლება მოხდეს ესეთი მდგომარეობაც, როდესაც დედამ შეუძლია დაუყვიროს ბავშვს, რაღაც უხეშად მოიშოროს თავიდან, აი ტრაუმა იბადება მაგ დროს, როცა შეუძლებელია დედისთვის რაღაცის დათმენა, როცა არის ესეთი თქვა უძლურების მდგომარეობა და ადგილი აქვს აგრესიას და უარყოფას თითქოს ბავშვისას და ძალიან საინტერესოდ არის მოწყობილი ბავშვის ფსიქიკა, ანუ ადამიანის ფსიქიკა. პირველი ტრაუმა, რომელსაც ყველაზე ადრე იღებს ბავშვი, ეს არის მუცლად ყოფნის პერიოდი. მუცლად ყოფნის პერიოდშიც კი, ესე იგი, თუ მაგალითად
არ არის სასურველი, თქვათ დედას არ ქონდა დაგეგმილი, რომ ეხა უნდა გაეჩინა შვილი და დაფეხმძიმებულიყო, მაგრამ ეს მოხდა, მისთვის ეს მიუღებელია, ის ძალიან შეწუხებულია. ბევრი ფაქტორები შეიძლება იყოს, ეხა მაგაზე არ ვისაუბრებთ, ბევრი ფაქტორი შეიძლება. არა, ჩვენ მერე თემებს გავყვეთ კონკრეტულად. სხვადასხვა გადაცემებში მე არ ვამბობ ეხლა. ეს ფაქტიურად არის გადაცემის შესავალი, რომელიც ყველაფერს ვისაუბრებ და შემდეგ უკვე სალკეულ გადაცემებს, სალკეულ თემებს ვიღებ. და ესე იგი აი ასეთი აზრიც კი, რომ მისთვის ეხა მიუღებელია ამ ბავშვის არსებობა მის წიაღში, იწევს ბავში გადადის ესა, ეს აზრიც კი, აი უჯრედის დონეზეც მოქმედებს და წარმოიდგინე, რომ სპაზმურ მდგომარეობაშია, ის არ იკავებს იმ ადგილს დედის მუცელში, რასაც ჩვეულებრივად უნდა იკავებდეს. სასწაულია რა. კი, ძალიან მძიმედ განესtis, ამას პირდაპირ რეაგირებს. იმიტომ რომ რა ვიცი, ჩვენ შეიძლება არც ისე სერიოზულად უყურებთ ამას და რა და ბავშვის გაჩენაში, დაბადებაში მთელი სამყარო ზეციური, ასე ვთქვათ, არის ჩართული რა, ღვთაებრივი მადლი თავისთავად და სიცოცხლეზე უფლებას თუ კურთხევას პირველ რიგში ღმერთი იძლევა, ხო, ამ სასიცოცხლო ძალებს და ასე შემდეგ და აი მთელი დასი ანგელოსთან მონაწილეობს ამაში და ეს ახლა შეიძლება კითხვა დაამესვათ რომ საიდან იცი და ეს არის გამოცხადებით იცოდნა ხო არსებობს ესე იგი ორი წყარო ამ ცოდნის ხო არის რაღაცა რაც თქვათ გადმოცემით არის ექსპერიმენტულია და არის ის რაც გამოცხადებითია რა აი უშუალოდ როდესაც ხდება ამის დანახვა რა ეხლა ბევრი შეიძლება ამბობს რომ რაღაცა ჰალუცინაციებს ეძახის მსგავს რაღაცას და არა და აბსოლუტურად რეალური გამოცხადებები არსებობს და ხო წარმოიდგინეთ ახლა ძვირფასო მაყურებლებო რამდენად დიდ ტკივილს განიცდის ბავში მუცლად ყოფი, რომელსაც აბორტს უკეთებენ და სასიკვდილოდ ზირა. რა ვიცი, ხო ეს კიდე რომელიც რატომღაც ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ეს ყოფილა თურმე არაფერი. რომ ეს კვლელობა არ არის, თითქოს და ეს კვლელობა და სიტყვას კი. ეხლა ჩემ ფაქტი თქვი, რომ მოქმედებს. თავის ადგილს თუ არ არის სასურველი, ვერ იკავებს, ეხლა როგორი ფსიქოემოციური განწყობა აქვს. და შემდეგ ეს ყველაფერი რაზე აისახება? აი დაუშვათ გაჩნდა ბავშვი და რაზე აისახება? აი, როდესაც ეს უარყოფის, ასე დავარქვათ, ხო, უარყოფის ტრამვა აქვს ბავშვს და იბადება, ასეთი ბავშვი, როდესაც აღმოჩნდება სოციუმში, გარემოში, ასხივებს რა აი ამ უარყოფას და შიშს, რომ არ იყოს უარყოფილი, ხო? იზიდავს იმას, რისიც ეშინია და სულ ეს ხდება მის ცხოვრებაში და უშუალოდ შეიძლება გარემოში არ ათამაშებენ ბავშვები, ხო, რამდენიც კიდე იმდენ შემთხვევა ასეთი, ხო, რომ არ ათამაშებენ, არ იღებენ თავის კოლექტივში, ასე ვთქვათ და ყველგან არის ერთგვარად დევნის ობიექტი რა. და აი ამას სულ აწყდება მთელი თავისი ცხოვრება. შესაძლებელია უკვე დიდობაში, როდესაც რაღაცა სასიყვარულო ისტორიები რო განვიხილოთ, ან პარტნიორთან ურთიერთობის შემთხვევაში ბევრი უარყოფა მიიღოს დაუშვათ რა. ეს ბევრ ასპექტში გრძელდება. აი თლიანად თან დაყვება მას. თუ აქ ფსიქოლოგიურად არ მოხდა დახმარება, თუ არ იმუშავა ფსიქოთერაპევტმა ამ ტრამვების მოხსნაზე, ასე თუ შეიძლება რო ვთქვათ, ხო? ეს მიყვება ადამიანს ბოლომდე რა. მთელი ცხოვრება ფაქტიურად იმართება სხვადასხვა სახის ტრამვებისგან, რომელიც მას აქვს და სულ არის 5 სახის ტრამვა და ჩამოთვალე თუ შეიძლება. ეს არის პირველი რომელიც გითხარი, ეს არის უარყოფის ტრამვა. მეორე ტრამვა არის მიტოვების ტრამვა, ახლა შეიძლება ადამიანმა იკითხოს, რომ ახლა რა განსხვავებაა ხო მიტოვებასა და უარყოფას შორის, ძალიან სერიოზული განსხვავებები არის, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გავს ერთმანეთთან გადამულია. არის დამცირების ტრამვა, აი ესეთი და არის ღალატის ტრამვა. თუ ამ ღალატის ტრამვის მატარებელი ადამიანი, რა თქმა უნდა, ყოველ წუთს და წამს ხედავს, როგორ ღალატობენ
და არაფერი არ არის ასე თქვა სანდო და საიმედო ის სამყაროს ვერ ენდობა და ვერ ამბობს რომ დაუშვათ აი მე ვენდობი საკუთარ თავს ადამიანებს და ღმერთს და სამყაროს არა აქ ეგეთი მიდგომა მას მიეჩნია რომ სამყარო მტრული გარემოა არა კეთილმოსურნია და ნუ შესაბამისად წარმოიდგინე ცხოვრება როგორი ხარისხის შეიძლება იყოს მისი ხო აქედან გამომდინარე გაბოროტებული იქნება კი და გარდა მაგისა არის უსამართლობის ტრამვა როდესაც აი თulis ადამიანი რომ აი უსამართლოდ ექცევიან მას და მოკლედ აი უსამართლობა არის ის მთავარი რამ რაზედაც ორიენტირებულია ყველაფერში უსამართლობას ხედავს სულ სამართლისკენ აქვს აქცენტები და ამ დროს რეალურად ყველაზე დიდი უსამართლობის შემოქმედი თავად შეიძლება გახდეს იმიტომ რომ ძალიან დაუნდობელი ხდება ამის მიმართ და ძალიან აგრესიული რა და ნუ მეორე უკიდურესობაში თვითონ გადადის და მე მინდოდა ერთი კაი რაღაც მეთქვა ამ თემებთან დაკავშირებით რომ აი როდესაც პირველი ეტაპი აქ ბავშვს რომ აი არსებობის სიხარულის შეცნობა რომ აი დაიბადა და ბედნიერია ყველა მისიც და ეფერებიან და სიყვარულის საგანია და სიხარულის მეორე ეტაპი არის წუხილი იმის გამო რომ ისეთი როგორიც არის ეს უკვე არ შეიძლება ხა ეუნებიან რომ ესე ნუ იქცევი ამას ნუ აკეთებ ეს არ შეიძლება ანუ სულ ხო არ შეიძლება თიმიდის ეს მაგრამ უყურე აღსდა ამას ჩამოვთვლი თუ შეიძლება ჩამონათვალს გავაკეთებ და მესამე არის კრიზისის პერიოდი ანუ ეგრეთ წოდებული ბუნტის პერიოდი როდესაც ბავშვი ბრაზდება იმის გამო რომ სულ უშლიან ყველაფერს ანუ ფაქტიურად მან თავისუფალი ნება ვეღარ განახორციელა იმიტომ რომ ჩარჩოებში აღზრდის ჩარჩოებში სვავენ და ნუ ბავშვია რა და იმას აქვს რაღაცა თავისი სხვანაირი ენერგეტიკა ბავშვური ხო სტომბერება არც ისე განვითარებული აქვს და ძალიან ძნელია რომ რაღაცა შეგნების კუთხით გააგებინო ხო თქვათ ამიტომ პირდაპირ ეს კრიზისული პერიოდი იწყება, რომელსაც ეძახიან ბუნტის პერიოდს და შემდეგი არის მეოთხე პერიოდი, რომ აი ცდილობს რომ უკვე გაექცეს აი ამ რეალობას ამ მდგომარეობას და თავისაგან ქმნის უკვე ახალ პიროვნებას, ისეც როგორიც აი მშობლებს უნდათ და რაღაცნაირად უკვე უფრო მორჩილი ხდება და შეიძლება საკუთარ ნებელობაზე უარი თქვას და ნუ მე ახლა ამას როგორი განვითარება აქვს შეიძლება წარმოვიდგინოთ, მაგრამ რაც შეეხება აი მესამე კრიზისულ პერიოდს, მინდა გითხრა რომ სამწუხაროდ რომ გადავხედავთ ახლა ჩვენი ცხოვრებას უფრო ფართო მასშტაბში ჩვენი ქვეყნისაც შეიძლება ითქვას რომ აქ შეიძლება გაიჭედოს ადამიანები და საზოგადოება რომელიც აი მუდმივად არის ბუნტის პირობებში მუდმივად აკრიტიკებს ყველაფერს მუდმივად უპირისპირდება და სულ არის წინააღმდეგობაში რა აი ეს არის ძალიან აქტუალური თემა, მე მგონი მიხვდი რაც ვიგულისხმე, იმიტომ რომ ჩვენთან არ თავდება ესე იგი ეს მარადიული მანიფესტაციის ქვეყანა გავხდით. კი, ეს არის აი გაჭედვა ამ მესამე ეტაპზე, როდესაც ჩვენ ამ ასე ვთქვათ, სრულიად დესტრუქციული ენერგეტიკა ჩვენთან იღებს ასე ვთქვათ უპირატესობას პრიორიტეტი ეს არის და მიგვაჩნია რომ თუ ამგვარად გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს ასეთი ფორმებით ну რაღაცა კმაყოფილდება ადამიანში ეს მოთხოვნილება ეტყობა თავის მნიშვნელობის თვითდამკვიდრების და ამავდროულად ბევრი რაღაც მე რა თქმა უნდა არ მინდა გავაუბრალო რაღაცეები არ მინდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ტენდენციებიც რო თვალსაჩინოა ფაქტია ამას რამე ფსიქოლოგიასთან და სულიერებასთან აქვს კავშირი ამ პროტესტს? კი, აი პირდაპირ ახლა იმიტომ გავაკეთე ეს სრულყოფილი ჩამონათვალი, რომ აი რაც ბავშვს ემართება, მე შეიძლება ამაში გაიჭედოს და არის სულ ამაშია დაუშვათ რაღაც. ის მეოთხე სტადიაზე რაღაც მოჯადოებულ წრეში ვარდება, რომლიდანაც ვეღარ გამოდის, ხო? კი, თქვათ ისე უნდა, როგორც მას უნდა. და თქვათ შეიძლება ის საზოგადო კანონები, წესები, ცნებები აბსოლუტურად თუ არ ყოფილიყოს მის მიერ, ხო? იმიტომ რომ მისთვის სამართლიანი ის არის, რასაც თვითონ მიიჩნევს სამართლიანად და ნუ ეს უკვე რაღაც ვიწრო ჩარჩოებშია თავის პიროვნების ასე ვთქვათ მოქცეული რაღაც ერთგვარ ტყვეობაში, საიდანაც გამოსვლა ძალიან უჭირს და
ну, შემთხვევაში ადამიანი მაშინ მიმართავს სხვა სპეციალისტ დახმარებისთვის, როცა ასნობიერებს, რომ პრობლემა აქვს და ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ აქვს ამის განცდა, რომ რაღაცას მოვლენა პრობლემატური შეიძლება იყოს წინა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რა. ამიტომ, რა ვიცი, ის მუდმივად ომის რეჟიმში შეიძლება პოულობდეს თავის, ასე ვთქვათ, ადგილს, ასე ვთქვათ. არსებობს ესეთი განმარტება, რომ თითქოს 7 წლამდე ბავშვს უნდა ძალიან დიდი სითბო დაანახო. 7 წლის შემდეგ უნდა კაცს ჩარჩოებში მოაქციო. შემდეგი 7 წლის შემდეგ უნდა იმეგობრო მასთან და ასე შემდეგ. ხო, რამდენად ეთანხმება? საინტერესო თემაა, ну, მანდედან შეიძლება ის ავიღოთ, რომ აქცენტი არის გაკეთებული იმაზე, რომ სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირი მიდგომები ამართლებს ბავშვთან. მინდა გითხრა, რომ აღზრდის პროცესი თავიდანვე იწყება, სიყვარული არის იდეალური და უნიკალური ენერგეტიკა, რომელიც მუდმივად ჭირდება ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ასაკში. იმიტომ ადამიანი უნდა იცოდეს, რომ ის არის ძალიან ძვირფასი და საყვარელი, უნიკალური და გამორჩეული, ერთადერთი და მისი მსგავსი უბრალოდ სხვა არ არსებობს, იმიტომ რომ ასე შექმნა სამყარო ღმერთმა, რომ ყველა ინდივიდუალური გამორჩეული ნიშნით ხასიათდება, ასე ვთქვათ და რომ ის არის ძვირფასი. ამას საფუძველი უნდა ეყრებოდეს, რა თქმა უნდა, ოჯახში და თუ კი რაღაცა ვთქვათ სტომილებებს აქვს, როგორც წეღან ვისაუბრეთ ბავშვის მხრიდან, ხო, რაღაც მოქმედებებს არასწორს სიყვარულით უნდა მოხდეს მიმართვა და იგივე შენიშვნის მიცემა და არა იმ მეთოდით, რომ აგზნობინო, რომ ის არაფერი არ არის დაუშვათ და დაწიო თვითშეფასება, რომ აი არაფერს არ წარმოადგენს და როგორც შენი ტყვი ისე იქნება და მომჩა და დამთავრდა. ანუ ისეთი კომპრომისო დამოკიდებულება, სადაც შენ ფაქტიურად იმას ერევი, იმიტომ რომ ძლიერი ხარ, ნუ აბსურდში ვართ მაშინ, ხო? სიყვარული როგორც კი გამოეცლება ბავშვს, ასე ვთქვათ, ამ ურთიერთობებიდან და გადადის უკანა პლანზე, იქ იწყება პრობლემები. ძალიან საინტერესოა თვითონ ის თემა, რომ როგორ არის აი დამოკიდებულება, ნარკოდამოკიდებულება საიდან ხდება, თამაშთან დამოკიდებულება საიდან ხდება, თუნდაც იმ ტყუილთან დამოკიდებულება საიდან ხდება, ჩხუბთან დამოკიდებულება, აგრესიასთან დამოკიდებულება საიდან ხდება, მრუშობა და ეს მიმართულება საიდან ხდება. ზოგადად აი ეს ძირითადი მანკიერი, მომაკვდინებელი ცოდვები, მიდრეკილება საიდან ხდება? აი დამოკიდებულებები მაგალითად აი ნარკოტიკული დამოკიდებულებას ახსენე, ბევრი რამ ჩამოთვალე და ესე იგი იგივე მოკლედ გავიაროთ ცალ-ცალკე და შემდეგ გადაცემებში უკვე ფართოდ გავშალოთ. აი როგორ არის, ყველაფერი არის დეფიციტურობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ესე იგი რაღაცა დააკლდა, დაითრგუნა, მოაკლდა ყურადღება, ზრუნვა, სიყვარული, რაც ეგან აღნიშნე, მხარდაჭერა, განიცადა რომ არის უარყოფილი, არის მიტოვებული, რომ მასზე არავინ არ იზრუნებს და ეძებს რაღაცას, ანუ ვიღაცას რისი მეშვეობითაც შეივსებს ის ამ დანაკლის. ხა მოგეხსენება ხა ნარკოტიკული დამოკიდებულება ერთ გადაცემაში ვიყავი მიწვეული კითხვა დაასვეს რომ ამისვეს რომ როგორ ფიქრობთ რა აჩენს ან საიდან რატო ხდებაო და მე ესე ძალიან მარტივად უპასუხე რომ ადამიანი როცა დაიბადა პირველი ადამიანი რო გაჩნდა ადამი იყო 64-ში და 64-ში იყო ნეტარებაში იყო ღვთის წიაღში ისეთ მდგომარეობაში როდესაც ღმერთი თავად ადამიანში იყო და ადამიანს არ ჰქონდა გამოცდილება
ღმერთის მიღმა არსებობისა ის მუდმივად განუყრელად მასთან იყო. მერე როდესაც ადამი კარგავს ამ სამოთხეში ყოფნის გაგრძელების შესაძლებლობას, მაშინ ასნობიერებს, როდესაც განეშორება მას ღმერთი, რამხელა მხარდაჭერა დაკარგა და ენერგია, ანუ თლიანად რომ წავიდეს რაღაც შენგან. აი ბავშვის განიცდის მსგავს რაღაცებს, აი ტრამვების განცდის პერიოდში და ცდილობს მერე შეივსოს. მოგვეხსენება არსებობს დაკარგული სამოთხე და არის მერე ძიება ამ სამოთხის მოპოვებისა, ხო? მთელი ცხოვრება მერე ეს არის. ამ გზაზე დგახარ, გინდა რომ ამ გზით რაღაცა მიაგნო ის რაც დაიკარგა, ის ნეტარება, სიკეთე და მადლი, გინდა რომ ეს აღადგინო, რომ ეს მთლიანობა აღდგეს შენში. და რა თქმა უნდა ეს მთლიანობა, რომ აი ამ სიკეთესთან თანაზიერებაში ხარ სრულყოფილად და მე ისეთი პასუხი გავეცი, რომ ეს მეთქი არის სამოთხის ძიებაო და არა ჯანსაღი გზით. ნუ აქაც ხო ადამიანი მიელტვის რაღაც კარგ მდგომარეობას, ნეტარებით მდგომარეობას და გაიკეთებს რაღაცას თუ მიიღებს იმ პრეპარატს და უნდა დაივიწყოს თავისი რეალობა, გადავიდეს სადღაც სხვა მდგომარეობაში, რომელიც არის ბედნიერი, ხო ასეა, იქ არის, ძალიან ბედნიერი და ნუ აღარ ახსოვს არაფერი და რაღაცა მოკლედ ნირვანაშია და ნუ არის ნეტარებაში, ასე რომ ვთქვათ, ხო? მაგრამ ნუ ცხადია ხა ეს ვერანაირად ვერ შეიძლება ხა სამოთხისებრი ნეტარების განცდას, რომელსაც ადამიანები ახდენენ სრულყოფილი სულიერი ცხოვრებით, ხო? რაღაც ღმერთის სიყვარულით და ასე შემდეგ, აი წმინდანები რო გზნობდნენ ნეტარებას და განესტიდნენ, ხა მაგას ხო შეიძლება არაჯანსაღი მდგომარეობიდან გამოწვეული კეთილდღეობითი შეგრძნებები შევადაროთ, აბსურდია, ხო ეს? და ნუ ეს თითქოს ეს არის არაჯანსაღი გზით, აი ამ სიკეთის მოპოვების მცდელობა. სხვადასხვა აი როდესაც ის აკრძალული ხის ნაყოფი იხმია ადამ და ევამ, არის ესეთი ახსნა, რომ სამოთხეში ყველაფერი ღმერთით იყო, ასე ვთქვათ, გაჟღენთილი და ის ხედა ის ხის ნაყოფიც კი თავად ღმერთი იყო სიმბოლურად, ასე როგორც ყველაფერი და ღმერთი ყველაფერშია და საუბარი იმაზეა, რომ ფაქტიურად ისე რომ არანაირად არ იყვნენ ამისთვის მზად, მოხდა მისი მიტაცება ღმერთის. წარმოიდგინე რა მოხდა, ხო? რაღაცა ძალმომრეობითი მოვლენა მოხდა თვითონ ღმერთის მიმართ. ეს წარმოიდგინე, რომ ზიარებას მიეახლო ისე, რომ აბსოლუტურად არ ახარ ამისთვის მზად, არც შენი შინაგანი სულიერი მდგომარეობით. არც არანაირად მომზადებული არ ხარ ამისთვის და არც იცი რა არის ზიარება და მიხვედი და პირდაპირ მიდიხარ და რაღაცა ასე ვთქვათ, იტაცებ შენი გაგებით რაღაცა ისაკუთრებ ან მოგაქ ის რაც ფაქტიურად არ გეძლევა. და არც გეკუთვნა. არ გეძლევა, ხო, როგორც მაგალითად ერთ-ერთი წმინდანი ამბობს, რომ შეიძლება 1000 კაცი აზიაროს უდელმა და ღმერთმა იქიდან შეიძლება 5 არის ეგეთი მიდგომაც, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს გულისხმობს იმას, შენ რამდენად შინაგანად ნამდვილად ხარ, ასე ვთქვათ, იმ სულიერ მდგომარეობაში, როცა ღმერთს მიეახლები მთელი შენი სრულყოფილებით, სინანულით და სიყვარულით და სიმდაბლით, ასე ვთქვათ, ღირსებით, ხო ასეა. ასე რომ აი აქ რაღაცა ეს თემები მოდის, იცი, წინა პლანზე, იქ მთლიანობა დაკარგული ადამიანი, ტრავმირებული ბავშვობაში ეძებს, რომ შენ ხომ არ დამეხმარები და დამიდგები გვერდში, აი მე დამტოვა იმან, ვინც ჩემ გვერდით უნდა ყოფილიყო, თქვათ, მშობელმა, ხო? აი განსაკუთრებულად მძაფრი განცდა არის განქორწინების დროს. არცი ალბათ იცი რომ ბავშვი ხშირად განიცდის ამას მძაფრად, იმიტომ რომ მას მიეშნია რომ წავიდა მამა სიტყვაზე და დატოვა, დედა კი არ დატოვა, თვითონ დატოვა შვილი, მე დამტოვა, ფიქრობს ბავშვი. ანუ ესე იგი მე რაღაც არ ვარგი ვარ, რაღაცა ჩემში წესრიგში ვერ არის. იმ დონეზე, თორე მამა რატომ იმატოვებდა ან დედა, ხო? და
იწყება აბსოლუტური განულება თავის თავში ბავშვის ანუ დაბალი თვითშეფასება რომ ის არაფერს არ წარმოადგენს ის არ არის საკმაოდ თანადო სიყვარულის საგანი და ამ შემდეგ და მე არის უძიება აი ამ შევსებისა ოღონდ არაჯანსაღი გზის და ის სწორედ ეს არის ეს მიჯაჭვულობა გინდა ნარკოტიკზე გინდა დაუშვათ იქ სასმელზე როცა თუნდაც რაღაცა მწუხარებას და სევდას განაქარვებს ადამიანი ამ სასმელით და ამას როგორც წამალს იყენებს და თითქოს ეს წუხილი გაყუჩდება რაღაცნაირად ამი და სინამდვილეში ნუ მთლიანად თელჯანმრთელობა ეწირება და ადამიანის რაღაცა კარგად აი მე რა შენ ხარ ფსიქოთერაპევტიც გარდა იმისა რომ ხარ ფსიქოლოგიის დოქტორი და ასევე საუკუნეა უკვე ეკლესიაში სტიქაროსანი ხარ თეოლოგი ხარ ამ თემებით ხარ დაინტერესებული და აი როგორც ფსიქოთერაპევტი რა შემთხვევები გქონია რა თქმა უნდა გვარების დასახელების გარეშე რომ აი ჩვენს ტელემაყურებელს მოუთხრო რასთან დაკავშირებით განკურნების რა ნაუშად ნარკოდამოკიდებულება და ასე შემდეგ კი მე მუშაობ მეტადონის პროგრამა ქვია ესეთი სადაც ქავთარაძეზეა სადაც მაქვს ჩემი კაბინეტი და იქ ბენეფიციარებთან მიწევს მუშაობა გარდა მაგისა მაქვს კიდე ცალკე ცენტრი ფსიქოლოგიური დახმარების სადაც აი თქვათ ინდივიდუალური პრობლემატიკით მოგმართავენ ნებისმიერ პრობლემაზე ადამიანები და თქვათ ნარკოტიკზე დამოკიდებული იყო დაახლოებით რაღაც თვეების წინ შემიძლია მოგიყვე ხო რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა კონკრეტული თემები კონკრეტული кейსები არის ძალიან საინტერესო იმიტომ რომ კი ბატონო მეორე ტელემაყურებელი რომელიც ამ გადაცემას მოусმენს და დაფიქრდება იქნება ვინმეს რამე წაადგეს. დიახ. ესე იგი მე ძალიან მიყვარს ჩემ ფსიქოთერაპიაში სულიერებაზე აქცენტების გაკეთება. და ამას ვეძახი აი სულიერებაზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპიას. აბსოლუტურად სწორი მიდიო. რაც არის ასე ვთქვათ ფუნდამენტური და ძალიან საფუძვლიანი. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ადამიანმა გააცნობიეროს პირველ რიგში თუ ვინ არის ის ამ სამყაროში, საიდან მოდის, ასე ვთქვათ, რა მისია აქვს, ან რა მიზანი აქვს და ასე ვთქვათ, რა არის მისი მამოტივირებელი, რისთვის ცხოვრობს, აი უმთავრესი ეგზისტენციალური კითხვები, რომ იყოს პასუხგაცემული მისთვის, ხო? რომ აცნობიერებს თუ არა, რომ აი ვთქვათ სამყაროს შემოქმედი ღმერთია, რომ ადამიანის შემოქმედის ღმერთია, რომ თვითონ ისიც ღვთის შვილია, ასე ვთქვათ, აი მაგალითად პავლე მოციქულისგან ვიცით, აი მე როცა წავიკითხე პირველად, აი რაღაცა ძალიან იმოქმედა ჩემზე ამ სიტყვებმა, რომ ის პირდაპირ მოგმართავს ცხადია, ხო, არა მხოლოდ იმ ეპოქის ადამიანებს, არამედ დღევანდელ დღეს მაცხოვრებლებსაც, რომ შენ ქრისტესი ხარ, ამბობს. შენი თავის არ ახარ. რაღაცა საოცარი სიტყვებია და თუ გააცნობიერებ რომ შენ ქრისტესი ხარ, აბსოლუტურად სხვანაირად იწყებ ხედვას, იცი, სამყაროსი, საკუთარი თავის. რაღაცა იცვლება შენში და თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ იოანე მახარებელი სახარებას იწყებს ასეთი სიტყვებით, რომ დასაბამიდან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღვთისათანა და სიტყვა იყო ღმერთი. და ხვდებით რომ ესე იგი მთელი ძალა და ენერგეტიკა საღვთო მადლი სიტყვაშია ჩადებული და სიტყვით შეიქმნა მთელი სამყარო და ყველაფერი და ჩვენც თუ რამეს ვაკეთებთ და ასევე სიყვარული ღმერთია. ცხადია სიტყვა საერთოდ ძალიან დიდი ძალა და მნიშვნელობა. ანუ მე ხელობაში მაქვს რომ რა სიტყვას ეუნები შენ თავს შენ თავად საით მოუწოდებ შენ თავს, ხო? იმიტომ რომ სიტყვა განაპირობებს ყველაფერს და ჩვენი თერაპიული პროცესიც რა თქმა უნდა ამ სიტყვებზეა დამოკიდებული. ჩვენ მედიკამენტებს არ ვიყენებთ, ჩვენი მეთოდი არის შთაგონება, პოზიტიური, სწორი ახსნა განმარტება, საფუძვლის მიცემა ადამიანისთვის
ასე ვთქვათ, აი როგორც წეგან მოგვახსენე, ამ ეგზისტენციაში გარკვევა თუ ვინ ვარ მე და რა მაქვს აკეთებელი. აი კონკრეტული кейსი, გადავიდეთ კონკრეტულ кейსს. და გამოაგზავნეს ჩემთან ახალგაზრდა კაცი, რომელიც იყო საკმაოდ სერიოზული მომხმარებელი, წლების დიდი წლების, აბსოლუტურად ყველაფრის, თუ კი რამე არსებობს, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა რაღაცეების და მოკლედ ძალიან დიდი სურვილი ცხადია ქონდა რომ რაღაც თავისთვის ეშველა, მოგეხსენება რაღაც პერიოდის მერე დგება ეს აუცილებლობა ხო რომ გადარჩეს ადამიანი, თორე სანამ თქვათ კარგად გზნობს თავს აქ მანამდე არ ცვალს კითხვას რომ რამე უნდა შეცვალოს თუ არა. ანუ რაღაც კრიზისები მოხდა მის ცხოვრებაში, მეუღლე გაშორდა, შვილი ყავდა რომელიც ძალიან უყვარდა, მეუღლე ძალიან უყვარდა. მოკლედ აი როგორც თავში აღნიშნე მე რაღაც განსაცდელების და რაღაც ყველაფერი მნიშვნელოვანია ხო ადამიანს დაიშვება რომ რაღაცაზე დაფიქრდეს თქვა რაღაც გადაწყვეტილებები შეცვალოს მერე სასიკეთოდ. მოხდა ისე რომ ბევრ სხვა ქვეყნებშიც იყო სარეაბილიტაციო ცენტრებში იმ დონეზე რომ ამის კოთერაპევტიც იყო უკვე იმ დონეზე იყო გარკვეული ამ ყველაფერში, მაგრამ ნებელობის თემა მნიშვნელოვანია, ხო? მე შეიძლება პროფესორი ვიყო რაღაც საკითხებში, მაგრამ ჩემი თავისთვის არ ვარგოდე, რა? აბსოლუტურად. ამიტომ მოკლედ საშველი არ იყო. მე მთხოვეს და დამეკავშირდნენ და მითხრეს, რომ ესეთი ადამიანია და თუ მიიღებთ. რა თქმა უნდა მივიღე. და დავიწყეთ მუშაობა. როდესაც დამოკიდებულ ადამიანთან მუშაობ, ამას აქვს თავისი წესები. ანუ სხვადასხვა პრობლემას, სხვადასხვანაირი მიდგომა აქვს და როდესაც ადამიანი არის დამოკიდებული, თქვათ ნარკოდამოკიდებული, მაშინ ჩვენ ინტენსიური თერაპია გვჭირდება. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვეულებრივ შემთხვევაში თუ კვირაში ერთხელ ვიბარებთ, თქვათ პაციენტს თუ კლიენტს ამ შემთხვევაში ინტენსიურობა გულისხმობს ორჯერ ან სამჯერ კვირაში თერაპიის ჩატარებას და ცხადია ეს ახლა ფინანსურ შესაძლებლობებზეც არის ხო დამოკიდებული, ამიტომ ყოველთვის კლასიკურად არ ხდება, აქ არისო პრობლემა და მოხდა ისე რომ როგორც წესი და რიგი იყო, ისე წარიმართა საქმიანობა მასთან მუშაობა. ამ სულიერებაზე ორიენტირებული მიმართულებით ფაქტიურად მოხდა ამ ადამიანის გამოყვანა ამ მდგომარეობიდან და თვითონაც თქვა რომ რა თქმა უნდა ბევრთან იყო ნამყოფი და არ იყო ესე რომ პირველად მოვიდა ჩემთან ანუ ფსიქოთერაპევტთან, მაგრამ თვითონ თქვა რაღაც პერიოდის მერე რომ დაგეწყოთო ჩემ მდგომარეობაზე საუბარიო აი რაღაცა იმ პარამეტრებით თქვათ როგორც წმინდა სამედიცინო კუთხით შეიძლება თქვათ მიუდგე ხო ადამიანის მდგომარეობას ჩემთვის არ იქნებოდა ეგო საინტერესო და აი ესეთი ღვთაებრივი სულიერი მიმართულების მინიჭება და მიცემა მისთვის იყო ძალიან ეფექტური და წამომყვა შეგეკემათები რა და რატომ იმიტომ რომ ეს ადამიანი რაღაცით იყო მზად ხო იმისი არ იყოს სახარებაში რო არის იგავი რო თესავენ ადგილს ზოგს კლდეზე რო და თესავენ და ზოგს რაყოფიერ ნიადაგზე და ზოგს კიდე კალბარდებში კი ბატონო დაახლოებით ეგრე იყო ამის ნიადაგი მისი გონება და მისი სული მზად იყო ამ სასულიეროებისთვის ხო სასულიერო თემიდან შესული ამ ეთილი რჩევებით და ასე ვთქვათ მოშორებით ამ მიმართულებას თორე ბევრ შეიძლება უკადაგო ესე და უთხრა რაღაცა, მაგრამ აზრი არ აქვს. კედელს ცეცხლში შეაყარეო და ახლობით ეგრე. კი, რა თქმა უნდა, ეხა ამისი გათვალისწინება ჩვენი მხრიდან ხო ხდება ადამიანის, აი შეიძლება წამოვიდეს ხო და რა მიმართულება შეიძლება გაამართლოს და ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი. აი დაწესებულებაში სადაც მე თავში თქვი რომ მუშაობ. იქ რა თქმა უნდა ხანგრძლივად არის, იმიტომ რომ იქ ბენეფიციარები მოდიან, ის დაფინანსებულია სახელმწიფოსგან. იქ არის ზიანის შემცირების პროგრამა, რომელიც მაინდამაინც არ გულისხმობს იმას, რომ
ადამიანს ისე დაეხმარო, რომ დამოკიდებული აღარ იყოს. ეს მიზანი არ არის. მიზანი არის, რომ ზიანი ნაკლები მიაყენონ საზოგადოებას და საკუთარ თავს, ხო, ზიანის შემცირება ეს არის წამყვანი სლოგანი მანდ და მიუხედავად მაგისა, მე მანდაც მუშაობ იმ მიმართულებით, როგორც თერაპევტმა უნდა იმუშაო. უნალობაზე ცხადია. და მანდ რა თქმა უნდა ჩვენ მუშაობთ იმ შემთხვევაში თუ სურვილიც არის მეორე მხრიდან. ხო, რა თქმა უნდა. ცხადია. და როდესაც მე აი ხანგრძლივად მიმუშავია, იქ არტ თერაპიას ვიყენებ, ანუ ხატვის თერაპიას, ხატწერაზე გადამიყვანია ხალხი, აი ხატწერაზე, წარმოიდგენ მაგას. როცა რაღაცა ყველანაირი კანონით თითქოს ეგ დაუშვებელია, ხო, რომ ეხა ნარკომომხმარებელი ხატს რო წერს, რაღაცა თითქოს იყო, ხო, ესეთი გამოხმაურება, რომ აი რატო ეს არ არის სწორი და ეხა ეს კეთდებოდა მისი სულისთვის პირველ რიგში, ხო, გადარჩენისთვის და ამ კითხვაზე რატომ პასუხი ძალიან კარგად არის გაცემული და ისეთი საოცარი ცვლილებები ხდებოდა ამ ადამიანებში, ისეთი ცვლილებები, იმიტომ რომ მოგეხსენება, რასაც ხელს კიდებ, ასე ვთქვათ, რა საქმესაც აკეთებ, ის თავად მოქმედებს შენზე. როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახე უნდა გამოსახო და შეხება გააქვს ან მაცხოვართან და რაღაცა ესეთი საოცარ და საკრალურ, ასე ვთქვათ, სურათ ხატებთან, რა, წარმოიდგინე, რომ ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს, ხო, ადამიანზე და ცვლილებები მოდის, იმიტომ რომ თვითონ ისიც მოქმედებს, ის საქმის ხასიათი და მნიშვნელობა. რაც შეეხება იმ, რაც დავიწყე პირველი შემთხვევა, ბარემ იმას ვიტყვი ბოლომდე, ეს მუშაობა საკმაოდ წარმატებული იყო, მერე მოდიოდა, ესე იგი, აღდგომის დღესასწაული, სულიერი თვალსაზრისით ადამიანი იმ დონეზე იყო გათვითცნობიერებული ბევრ რამეში, რომ აი მთლიანად გადაეწყო სხვა რეალობაში, ანუ საღვთო წიაღში, რომ იტყვიან დაიბადა და წავიდა ათონის მთაზე. ვაჰ, მერტვა გაუბადა. კი, აი მარხვაში ათონის მთაზე წავიდა და მოკლედ აღდგომას შეხვდა იქ. აი ხაც რო ამბობ ამას, აი არ შემიძლია დავფალოს შრომტელი ხარეშე ვერ ყვევი, ვერ ვიხსენებ, იმიტომ რომ აი ჩემი თვალწინ იყო პიროვნების მთლიანად შეცვლა. კათარზისი მოხდა. კი, რეალურად მოხდა. და მე რაც მოყვა იქ რომ რაღაც თქვათ იქ იურის ხატთან მიმართებაში რომ რაღაცა მიახლების შესაძლებლობა არ იყო და აი დაუძახეს მას და მისცეს შესაძლებლობა რომ სასწაულები მოხდა უკვე რა მის ცხოვრებაში და რა საინტერესოა იცი რომ როდესაც ერთ ნაბიჯს დგავს შენ ღვთისკენ 100 ნაბიჯს დგავს ღმერთი შენსკენ და ო აი ძალიან მნიშვნელოვანი. კი, ძალიან და აი ის რაღაცა აი ცინცხალი დაბადება რო ხდება, ხო იცი ადამიანის აი ამ სულიერების წიაღში და ეს რომ ძალიან დიდ ბედნიერებას განიცდის, რაღაცა საოცარი განცდებით ხდება ადამიანის გარდაქმნა და ცვლილებები. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ეს კურნებები დღესაც ხდება ჩვენს რეალობაში, ეს არ არის რაღაც მითები და ლეგენდები, ოღონდ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რას გამოიყენებ ამის ფუნდამენტად, ასე ვთქვათ რა, ღვთაებრივ იდეას თუ დავუშვათ სხვა რაღაცებს. ამ შემთხვევაში მე ამის შესახებ მოგიყევით ესეთ მაგალითს. მე რა, აი ძალიან საინტერესო იქნება ესეთ ადამიანთან მე ტელემაყურებლებსაც მოუწოდებთ რომელიც იყო დამოკიდებული და განიკურნა ამ დამოკიდებულებისაგან თუ ეთერშიც მოვიყვან და ისაუბრებს თუ გაბედავს რომელიმე გინდა ნარკოტიკებზე გინდა თამაშზე რა მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია სხვისთვის მაგალითი კი ნამდვილად ესე ჩვენი გადაცემა არ მინდა რომ ისეთი მიმართულებით წავიდეს, რომ მხოლოდ თეორიაზე ვილაპარაკოთ. მინდა რომ პრაქტიკული მაგალითები შევთავაზოთ ჩვენს ტელემაყურებლებს და თუ ჩვენი გადაცემა მათ დაეხმარება, რომ სულიერ და ფსიქოლოგიურ საკითხებში, საკუთარ თავში უფრო მეტად გაერკვნენ სხვის მაგალითზე. ხო? მაშინ მე ჩავთვლი, რომ ჩვენი მისია შესრულებული იქნება, ხო? კი ბატონო. და საერთოდ ბევრი თემებია, ეს ისეთი თემებია, რომელსაც ფაქტიურად ვერ ამოწურო. კი ბატონო. როგორ უნდა ამოწურო? ისეთი თემებია, აი მაგალითად, როგორ ხდება ადამიანის
გაზრდა სულიერი თვალსაზრისით. ან როგორ ბრკოლდება სულიერებაში, ან როგორ ხდება ადამიანის მისვლა ტაძარში, ეკლესიაში და უფლის წიაღში როგორ იბადება და შემდეგ როგორ გადმოვარდება უფლის წიაღი და თავისი რაღაცების გამო. და 1000 თემაა, ხო? კი. და როგორც უფალი ამბობს, სამკალიო ფრიად არისო და მომკალნიო ამ მცირედნი არიანო და როგორ ფიქრობ, აი ესეთი საუბრები ხომ არ აკლია ზოგადად ქართულ ხალხს? მე ვფიქრობ, რომ ალბათ აკლია. გაცილებით ადრე წლების წინ, ბევრი წლის წინ მე მიწვევდნენ ხოლმე სატელევიზიო გადაცემებში და რაღაც კითხვებზე, რომელიც რაღაც სულიერებას უკავშირდებოდა, ხშირად როდესაც მიპასუხია და ეს პასუხი ხანგრძლივი იყო და ჩემი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ აქცენტი გამეკეთებინა რაღაც ნამდვილზე, მართალზე. მე მინახავს, რომ ამოჭრილი იყო ის სადაც რატო თავარ თუ ამოჭრილი არ ვიცი, გაოცებული ვიყავი ბევრჯერ, რომ იყო ესეთი პერიოდი მოგეხსენება, შენს კარგად გახსოვს ეს დრო, მაგრამ დღეს შეიძლება ყველაფერი ნებად არ რთული, ანუ საუბარი აკრძალული არ არის ამ თემებზე, მაგრამ ნაკლებად ისმის, ალბათ უნდა დაგეთანხმო მაგაში, რომ ნაკლებად ისმის. როგორ ფიქრობ, აი საერთოდ ესეთი ტიპის საუბრები დაეხმარება თუ არა საზოგადოებას იმ მოჯადოებული წრიდან გამოიყვანოს, რომელ მოჯადოებულ წრეშიც არის. ბევრი თემა აღნიშნეთ ჩვენ მათ შორის. სიმართლე რომ გითხრა მალხაზ, მეც მქონდა ეგეთი აზრი, რომ ეხლა წავიდე ამ გადაცემაში თუ არ წავიდე. აქვს ამას ეხლა აზრი თუ არა აქვს. აბა შე როგორ ეს ხوار იქნება გადაცემა გადაცემისთვის, საუბარი საუბრისთვის, მაგრამ მე მოვედი იმიტო და იმ გაგებით, რომ ვიფიქრე, რომ თუნდაც ერთ ადამიანამდე თუ მივიდა ეს აზრები, რაც ჩვენ გვინდა, ის კეთილგანწყობა, იმ სულიერებაზე საუბრების მნიშვნელობა, დაფიქრდა ადამიანმა რაღაცა ცხოვრებაში გარკვეული გავლენა ამან მოახდინა, რომ უკეთესობისკენ გადადგას ნაბიჯები, რა თქმა უნდა, აზრი როგორ არა აქვს. აზრი აქვს ყველაფერს საერთოდ. იცი რა, ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა ეს პირველი გადაცემა, შემდგომ ალბათ პირდაპირ ეთერშიც შეიძლება ჩვენს ტელემაყურებლებს კითხვები დაგვისვოს და ასევე Facebook-ის, YouTube-ის საშუალებით, რა თქმა უნდა, ჩვენს ტელეკომპანიაში უყუროს და რადიოში მოისმინოს. კი ბატონო. და მე მგონი საკმაოდ საინტერესო იქნება მათთვისაც და ჩვენთვისაც მათთან ცხოველი კომუნიკაცია და სხადია. თუ ერთ ადამიანს მაინც რაღაცნაირად გავუნათებთ გზას და ვაპოვნინებთ საკუთარ თავს, რომელიც იქნება შემოსილი ღვთისმადლით და აღარ მიუბრუნდება იმ ძველ ცოდვებს, ხო, ჩვენი მისიაც ამითი პრინციპში შესრულებული იქნება. რა თქმა უნდა, მე მახსენდება პირველ საუკუნეებში ვიდრე მაცხოვარი განკაცდებოდა, შესაკრებლებში საუბრობდნენ იმაზე, რომ აი რა გვეშველება, ეხა ისეთი ცხოვრება გვაქვს, ისეთი პირობები გვაქვს, რომ რაღაცა იმედიანად ადამიანები ვერ იყვნენ, რა გვეშველება, იყო სულ ამაზე საუბარი და მე იყო ასეთი აზრი გაჩნდა, რომ ალბათ ღმერთი თუ ჩამოვა და ის თუ მოხედავს, თორე ჩვენ არაფერი არ გვეშველება, იყო ასეთი საუბრები და ღმერთი განკაცდა. და თუ საუბრები იქნება იმაზე, რომ რა უშველოთ ჩვენ თავს დღეს, თქვათ, ხო? და ეს საუბრები იქნება, ალბათ პასუხებიც წამოვა და შედეგიც სახეზე იქნება. ძალიან კარგი. ამით ჩვენი დღევანდელი გადაცემა ამოიწურა. თქვენ უყურებდით გადაცემას საუბრებს ფსიქოლოგიურ და სულიერ საკითხებზე მალხაზ გულაშვილთან და მერაბ ორნიანთან ერთად დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.